ფილტრები მაგალითად რომელიცაც ხშირად იყენებენ ხოლმე ხო თინეიჯერები და ძალიან რთულია მეც მიცდია და მეც მქონია განცდა იმის მერე რეალური ფოტო რო გადამიღია რომ ვაიმე როგორი სხვაობაა და ისეთი მინდა ვიყო ხო იმიტომ რომ მე რთული არის თითქოს რომ საკუთარი თავი მოგწონდეს ადამიანს ასევე ის კონტენტი, რომელიც მოდის, კი, ბევრი ჯანსაღი კონტენტის და სასარგებლო კონტენტის ნახვაც შეგვიძლია სოციალურ ქსელში, მაგრამ ძალიან რთულია, სირთულე და უარყოფითი მხარე არის ის, რომ ფილტრი არ აქვს და თინეიჯერს მოზარდ შეიძლება შეხვდეს ნებისმიერი რამე და მათ იმიტომ არიან მოზარდები, რომ იმის უნარიც არ აქვთ, რომ ესე რომ ვთქვათ, გაარჩიონ, ხო, დადებითი სასარგებლო, უსარგებლო და რაღაც ეს მთელი ინფორმაცია შედის და აი ეს გარეგნობაზე კონცენტრირება და ამაზე აქცენტი ძალიან დიდი დოზით მიდის თინეიჯერებამდე, თან ეს ის პერიოდია, როდესაც ისედაც ბუნებრივადაც ამ დროს თინეიჯერები საკუთარ ღირებულებას აღიქვამენ ისე, როგორც სხვები აღიქვამენ მათ, ეს ერთი. მეორე ის არის, რომ ისედაც მათი ბუნებრივად ფორმები იცვლება სხეულის, ხო? ანუ ბუნებრივადაც რაღაცნაირად ცვლილებების პერიოდი აქვთ და განსხვავებულია ხოლმე მათი სხეული და ამას ისედაც მძაფრად განიცდიან და აი ამ დროს ეს ამდენი ინფორმაცია, რომელიც მისდით და ამდენი ესე უნდა გამოიყურებოდე, ისე უნდა გამოიყურებოდე, შეიძლება ხშირად რომ ძალიან დამაზიანებელი იყოს, მით უმეტეს მაშინ თუ რაღაცა კიდევ სხვა ისინიც არის. იცი